დავიწყოთ შეერთებული შტატებით, რა გენიშნათ კობახიძის უკვე მეორედ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, რომ არანაირი ივანიშვილის ფული, სტრატეგიული პარტნიორობა, ამის აღდგენა გვინდაო, რამდენად რეალური შანსი აქვს ივანიშვილს ნულიდან დაიწყოს ურთიერთობა ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან? ნულოვანი შანსი აქვს, რა თქმა უნდა, და ეს კარგად იციან ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ კი ვინმე აზროვნებს ამ რუსული ბანდის შემადგენლობაში იმათაც იციან, მაგრამ აი ეს რაღაც უკვე დაქოქილი მანქანა მათ აიძულებთ, რომ აი ეს ილაპარაკონ და ვისაც აქამდე ნაცარს აყრიდნენ თვალებში და ატყუებდნენ, შეეცადონ გააგრძელონ მათი მოტყუება. სხვა გამოსავალი არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში, და იმდენად ნათელია და მკაფიოა ამ მოღალატური კრიმინალური ბანდის მავნებლური პოლიტიკა, რომ საქართველოს მოწყვიტოს ჩვენ დასავლეთელ მეგობრებს, დასავლეთის სივრცეს, ნატოს, ევროკავშირს და შესაბამისად მათ წევრ სახელმწიფოებს და ქვეყანა შეატრიალოს რუსეთისკენ, გახადოს არა მარტო რუსეთის ვასალი და რუსეთზე დამორჩილებული სახელმწიფო, არამედ უარესი იყოს ირანელების ჭირისუფალი, ჰამასის ჭირისუფალი და ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე დამოკიდებული, ხო? ეს არის აბსოლუტურად მკაფიო, ნათელი და ამის ილუზია დასავლეთში არც ამერიკის შეერთებულ შტატებში არავის არ აქვს, მოგეხსენებათ ორპარტიულად კონგრესში გასულია უკვე მეგობარი აქტი, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. უბრალოდ ტექნიკური ხარვეზების და ცალკეული სენატორების წინააღმდეგობის გამო ის დაიბლოკა სენატში, თორე ორპარტიულად როგორც დემოკრატიული აბრალებდნენ, რომ აი ბაიდენთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა, ასე რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ტრამპის პარტიის წარმომადგენლობა ამ მეგობარ აქტს, რომელშიც ასახულია ყველაფერი ძალიან მკაფიოდ, რომ მათ უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდათ 33 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება, ქართულ ხალხს უჭერენ მხარს, უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, უჭერენ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს და საქართველოს ფეხზე დადგომას, გამთლიანებას, მშვიდობას, კეთილდღეობას უჭერენ მხარს და მეორე მხრივ ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია და აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში და გადააქციოს რუსეთის ვასალ სახელმწიფოდ, მათ მიმართ კიდევ უფრო მეტი სანქციები და კიდევ უფრო მეტი მკაცრი ნაბიჯები გადაიდგინა. ბატონო გიორგი, ამ ფონზე როცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია თბილისში და ის ხვდება ოპოზიციას, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიმბოლური ვიზიტი ანაკლიაში და ანაკლიის სპორტით დაინტერესება, ეს ძალიან ბევრს ამბობს შეერთებული შტატების პოლიტიკაზე და რა მიმართულებაზე საერთოდ, რისკენ არის მისი ყურადღება მიმართული. ამ დროს ელენე ხოშტარიას წელიწად ნახევარს უსჯიან, როცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია თბილისში და ეს არის რაღაცნაირი, როგორ გონიათ, დემონსტრაციული ნაბიჯი მათი მხრიდან, თუ პარალელურად ისინი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობენ. ივანიშვილის მესიჯი მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, როგორიც ლუკაშენკოა ბელარუსში და მელაპარაკეთ ისე, მეც მყავს ტყვეები ციხეში. ვცდილობს ის ამ პოლიტიკის ასეთ თარგზე, ასე ვთქვათ, მოთარგმნას? კი, ზუსტად მაგას ვცდილობს და როგორც ლუკაშენკოს ელაპარაკებიან სწორედაც, ხო? ამიტომაც ჯერ სანამ ამ თემაზე გადავალ, რახან ელენე ახსენეთ, მინდა ელენეს მივესალმო, ჩემი მეგობარი, უმცროსი მეგობარი, ძველი კოლეგა და ახლა კიდე უკვე პოლიტიკაში კოლეგაა ალიანსის შიგნით. მინდა მას მხნეობა უსურვო, მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს და არ შემიძლია არ ვახსენო, დღეს დაიწყო კიდე მათი პროცესები, ლევან ხაბეიშვილი, ვირაკი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ბატონი პაატა ბურჭულაძე და სხვები, ნიკამელია, სხვები, რომლებიც აჩვენებენ მაგალითს ჩვენ საზოგადოებას სიმტკიცის, გაუტეხლობის, საქართველოსთვის ბრძოლის და აქვე ვიტყოდი აი ამ ნაძილების დღეს ასე ვთქვათ
ნამდვილად ესეთი გზავნილია, რომ აი ელენეო 4 შვილის დედაო კიო ჯერ მას ეფიქრაო თავის 4 შვილზეო. ანუ გათვლილი რაზეა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში მართლაც ვერც ფიქრობს იმაზე მეც, რომ ამ წუთას თავის შვილს ლუკმაპური აჭამოს და იმის იქით ვერ ფიქრობს, მაგრამ ვფიქრობ დამეთანხმება ჩვენი მაყურებლის და საზოგადოების უდიდესი ნაწილი თუ ვიტყვით, რომ ჩვენი შვილებისთვის თუ ფიქრობთ, მარტო დღეს რა პური ვაჭამო იმაზე კი არ არის ფიქრი საჭირო, არამედ როგორი იქნება მომავალი საქართველო, როცა ისინი გაიზრდებიან. ის იქნება რუსეთს დამონებული ქვეყანა თუ იქნება გახსნილი დემოკრატიული ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა დაცული მართლამშვიდობიანი გამთლიანებული აი ამ გზით ცივილიზებული აყვავებული სახელმწიფო. კალაძესთვის დასმულ კითხვაზე პასუხად იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამისთვის აკეთებდა ელენე რომ ამ ხელს ისე როგორც თითოეული ჩვენთაგანი ამ ხელს ამ რეჟიმს რომ ეს არის რუსული რეჟიმი და ეს გააკეთა არჩევნების დროს რომ ხალხმა იცოდეს არ შეეშალოს რომ ეს არის რუსული რეჟიმი და არა ქართული ოცნება. ამათ ქართულის არაფერი არ აქვს, მარტო სახელებს აბრახუნებენ, გვარები გადარჩათ. ქართული თორე თავიდან ბოლომდე სულით, ხორცით და პოლიტიკურად არიან რუსები და იმიტომ რომ აკეთებენ რუსულ საქმეს. იმიტომ რომ დღეს ასევე ახსენეს რომ ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობა გვინდა რუსეთთან. კონსტრუქციული ურთიერთობა კი არა, მონობენ. საქართველოს გადააქციეს რუსეთის მონად, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რომ რაც მტერმა და იმპერია შენ არაფერს არ დაგიბრუნებს, რაც ძალით წაგართვა, რაც წაგართვა, იმას ბუნებრივი არავინ არ დაგიბრუნებს, როდესაც თავ ჩახრილი ხარ და ამბობ რომ რასაც მეტყვი ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ შენ არ გამიბრაზდე და მათ ძალიან კარგად იციან რომ ჩვენი ხსნა ერთადერთი და საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზა გადის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ აი ამ გზას ჩეხავენ და ეს გზა უკვე დაბლოკეს და დღეს შემთხვევითი არ იყო ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა რომ საქართველოსთან ურთიერთობები გადაისინჯა პრაქტიკულად უკვე ის ჩვენ რო კანდიდატი ვიყავით და ასპირანტი ქვეყანა ვიყავით გამო 2024 წლის არჩევნების აი ეს ყველაფერი მარტო ეს უბრალოდ ფარატინა ქაღალდზეღა დარჩა და პრაქტიკულად აღარც ახსენებენ აი ბოლო ნატოს სამიტი რო იყო აღარც ახსენეს საქართველოს როგორც კანდიდატი ანუ ასპირანტი სახელმწიფო და ახსენეს ისე როგორც ჩვეულებრივი პარტნიორი ჩვენ 93 წლიდან ვართ პარტნიორობა მშვიდობისათვის რო შეუერთეთ შესაბამისად როცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია თბილისში ამ დროს როცა ელენე სუშჯი ამ დროს როცა ამ თარგზე გაქვს მოჭრილი პოლიტიკა ხო სწორედ ასე უყურებენ როგორც ლუკაშენკოს უყურებენ და ეს ამ თარგზე აქვთ მათ მოჭრილი თავისი პოლიტიკა და ეს არის მათი გზავნილი სწორედ რომ მათ შეუძლიათ ციხეში ყავდეთ ადამიანი 550 ლარიანი ბანერის დაზიანებისთვის ოღონდ როგორ მითი რა ქვია მარკერით რომ რაღაცა დააწერა ხო წელიწადი და 6 თვე ხო ნუ უბრალოდ სასაცილოა ხა ვიღაცა მის დაწერა მე მგონი შალვა ნათლაშმა დაწერა რომ ლურში ის რა ქვია ნახატი დააზიანესო და ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს ადამიანსო და კალაძის ბანერის ასე ვთქვა რაღაც მიწერისთვის რომ რუსული ოცნება ეს ადამიანები რომლებიც ქრისტიანობაზე საუბრობენ როგორც ფარისეულურად პატრიარქის დაკრძალვის დროს ერის ერთიანობაზე საუბრობდნენ ნუ თავი რომ დავანებოთ რომ არ მიგვაკარეს და არ მოგცეს საშუალება მართლა ვისაც წლების განმავლობაში ქონდა ურთიერთობა უწმინდესთან ახლოს მივსულიყავით მასთან ახლა იმასაც აკეთებენ რომ მის პოლიტიკურ ოპონენტებს მართლა 4 შვილის დედას ელენე ამითი არ სპეკულირებს და არ ვაჭრობს ჩვენ უსვამთ ამას ხას რომ როდესაც ესენი ამ რიტორიკით არიან დაკავებული რომ აი ჩვენ რაღაცა ქრისტიანები ვარ და გამაერთიანებლები ვარ და კარგები ვარ და ასე შემდეგ ხო აი ეს ფარისევლები ამ დროს ფლომასტერით იმის და მარკერით ბანერზე წარწერისთვის წელიწად ნახევარი სვამენ 4 შვილის დედას ეს არის მათი ქართველობა ეს არის მათი ადამიანობა და ეს არის მათი გზავნილი როგორც ქართველი ხალხისადმი ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისადმი შესაბამისად
შესაბამისად მათთვისაც ყველაფერი ნათელია. აქ მათ ბუნებრივია აინტერესებთ ძალიან ბევრი რამ და ახლა ამიტომ მათ პოლიტიკურ საკითხებზე აღარც ელაპარაკებიან, ამიტომაც არ არის აი ამ ბანდის ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ასე შემდეგ, ხო? ჩავიდნენ ანაკლიაში, ძალიან კაფიო სიგნალია, რომ აინტერესებთ ეკონომიკური საკითხები, ხო? ლუკაშენკოსთანაც რო კონდეს პორტი, იქაც რაღაცა პორტის საკითხზე შეიძლება დალაპარაკებოდეს. შესაბამისად უნდა ველოდოთ ლაპარაკს ივანიშვილთან. ამიტომ გამორიცხულია რაიმე სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბართ, რომ ლაპარაკით ლუკაშენკოსაც ელაპარაკებიან მაგას გეუბნები. ხო, ლუკაშენკო უშვებს ბევრ პატიმარს ციხიდან, ივანიშვილი ძელის ალბათ ამ მომენტს, ხო? აი, როგორც ლუკაშენკოს ელაპარაკებიან, დღეს ასეც კი არ ელაპარაკებიან. მაგას ითხოვენ ზუსტად მათი მაქსიმუმი იქნება, აი, როგორც ლუკაშენკოს დაელაპარაკდნენ, აი ის იქნება არანაირი სტრატეგიული პარტნიორობა და მით უმეტეს ნატოს წევრობა. ეხლა მინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს, ეხლა აი რაზეა საუბარი. აი, მაგალითად, ეხლა რომ საკითხი დადგეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააყენოს საკითხი, თქვა ნატოს ჩართვისა რაღაც ოპერაცია. აი თავის დროზე მაგალითად თავი რო დავანებოთ, ავღანეთზე რო ველაპარაკოთ. და იქ რო ყოფილიყო მაშინ საქართველოს, რომელიც იქნებოდა რუსეთის მონა ქვეყანა. ანუ საქართველოს ხელში იქნებოდა ვეტოს უფლება, იმიტომ რომ ყველამ უნდა დაუჭიროს ხარი ან ყოველ შემთხვევაში ვეტო არ უნდა დაადოს, რომ ჩაერთვება თუ არა ნატო ავღანეთში საერთო კამპანიაში. წარმოიდგინეთ, ხო, აი ამის უფლებას ახლა ამ ივანიშვილს ვინმე მიცემს? აი ამ კობახიძეს, ამ დოქსოპულოებს ვინმე მიცემს? ამიტომ აი უბრალოდ ადამიანებმა რომ აი ამ დონეზე გაიაზრონ მინდა, ხო, ანუ ხო გამორიცხულია, რომ ნატოში არავინ არ შეგიშვებს და ისევე როგორც ევროკავშირში არავინ არ შეგიშვებს. ევროკავშირი მაგერ წარედ ნახა იწნია უნგრეთი, ხო? უნგრეთს საგარეო საქმეთა მინისტრის იარტო ინფორმაციას აწვდიდა ლავროვს ამაში. უნგრეთს უნდათ რომ ხმის უფლება ჩამოართვან და უნგრეთს აღარ აწვდიან გზნობიარე ინფორმაციას და ამ გამოცდილების პირობებში რომ დილიდან საღამომდე რომ აგინებენ ევროკავშირს და ევროპულ ცივილიზაციას და დასავლურ ცივილიზაციას ვინმე ასეც მიიღებს, ხო? ანუ აი მარტო იმაზეა ლაპარაკი უბრალოდ აი მაღაზია ბრაზდები რომ როგორი უტიფრები არიან რომ კიდევ აქვთ იმედი რომ კიდევ აი ესეთი ადამიანები ბევრი გამოიძებნება რომელიც ასეთ აბსურდს კიდევ აკენკავს და დაიჯერებს რომ აი როგორიც ვართ ისეთი მიგვიგეთ და მეორე მთავარი მავნებლობა არ შემიძლია ეს არ თქვა რომ აი ამ დოქსოპულომ ფეხბურთელმა წერაკითხვის უცოდინარმა რომ რა პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა პატრიარქის ცხედრის წინ რომ თურმე ქართველები არ შევიცვლებით ვინ გვაიძულებს რომ ქართველები შევიცვალოთ რუსების გარდა არავინ არასდროს არ გვაიძულებდა და მით უმეტეს აი ამ ბოლო პერიოდში რომ შევცვლილიყავი და ახლა თურმე ამათი პოლიტიკა არის ისე რომ თურმე ჩვენ გვაიძულებს დასავლეთი რომ შევიცვალოთ და ამ პატრიარქის დაკრძალვაზეც კი პოლიტიკური პროპაგანდა ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ არ დაივიწყეს და ამისთვის არა მარტო თქვენი მეგობრების წინააღმდეგ ბატონო გიორგი აქ მაყურებელს უთხრათ რა თქვა ბახიძემ წარმოუდგენელია ამის მოსმენა კაცისგან რომელიც თავს პრემიერს უწოდებს ვფიქრობ რომ მორალური თვალსაზრისით ამ ადამიანებს გულისხმობს ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ქონდათ მაინც და მაინც მყარი უფლება რომ ყოფილიყვნენ სამებაში ანუ მე ვწყვეტო ვინ იქნება მე მესმის საქართველოს მეგობრებზე მოიცავ და ჩვენზე რომ მაგრამ თქვენზე საუბრობს ესე იგი მე გადავწყვეტო გეუბნებათ ესე იგი ამ ქვეყნის საერო ხელისუფლებაში ასე ვთქვათ გამაგრებული ადამიანი ვინ დაესწრება სასულიერო ლიდერის პატრიარქის დაკრძალვას. პირდაპირ ჩაანაცვლეს სინოდი, პირდაპირ ჩაანაცვლეს ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობა და პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია როგორი იქნებოდა და მას ვინ დაესწრებოდა, ამას საზღვრავდა მთავრობა და არა საპატრიარქო. და კიდევ ერთხელ მეორე პრეზიდენტ სააკაშვილი ჩვენ ვისაც ამდენი წლებია საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოებრივი და გარდა ამისა როგორც სულიერ შვილებს ურთიერთობა ჰქონდა ნათელ მირონობით და ასე შემდეგ უამრავი სხვა ამ ძალიან
ძვირფასი ჩვენთვის ურთიერთობისა პატრიარქთან არ მოგცეს საშუალება რომ პატრიარქს მივახლოვებოდით და პატრიარქს გამომშვიდობებოდით. აი ესეთი ნაძირლების ხელში არის საქართველოს, ესეთი ფარისევლების, ესეთი მართლა ქრისტიანობასთან ახლოსაც რო არ ჩაუვლიათ ამ არაკაცების ხელში არის საქართველოს და ბუნებრივია მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ქართულმა საზოგადოებამ დაინახა ისე კიდევ უფრო კარგად უფრო ანალიზის შესაძლებლობა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში უფრო მეტია ძალიან კარგად დაინახეს ჩვენმა მეგობრებმა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე ევროკავშირში და დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს მთავრობებში რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე და შესაბამისი რეაგირებაც არის. ამიტომ ამათ მიმართ არათუ არ შემსუბუქდება ასე ვთქვათ დამოკიდებულება პირიქით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წნეხი ამ მოღალატურ კრიმინალურ რუსულ რეჟიმს. დავბრუნდეთ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე საქართველოში ოპოზიცია შეხვდა მათ იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავადია. რა იყო თქვენი აქცენტები და ეს შეხვედრა როგორ ფასდება, რა საშუალება და შესაძლებლობა არის თქვენთვის და თუ გავიხსენებთ ასევე ივანიშვილის ცნობილ ფრაზას რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე, ამერიკელებმა ძალიან ცხადად აჩვენეს ინტერესი ანაკლიის სპორტის მიმართ დღესაც, ჯერ ერთი სახელმწიფო მდივანმა გვითხრა ეს წლების წინ და იმ ფონზე, როცა სამხრეთ კავკასიაში შეერთებული შტატები პირველად არის წარმოდგენილი ასე მყარად მშვიდობის უზრუნველყოფით ეკონომიკური ინვესტიციები და უსაფრთხოდ გულისხმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს და ტრიპს პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის კორიდორს. ამ შემთხვევაში საქართველოს გეოგრაფიულად თითქოს არ არის არსად რუკაზე, არ არის მისი ხსენება, თუმცა აი ეს ვიზიტი ანაკლიაზე აქცენტით ოპოზიციასთან შეხვედრა, ფიქრობ თუ არა რომ შეიძლება იყოს რამე ახალი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების საწინდარი. თუ ასე არ უყურებთ თქვენ ამას, აი ივანიშვილთან ძალიან ღია საუბრის დასაწყისი მათი მხრიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირად უთხრეს შემოუთვალეს, გაჩერდა ეს პროცესი, გადადგინა ბიჯები, ეს გაჯიუტდა არდგამს, მაგრამ ახლა კობახიძის პირით ყოველ მეორე დღეს იმეორებს ლამის ჩვენ გვინდა სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენაო და ესმის რომ ეს ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ იქნება. ამიტომ ელით რამე პროცესს ამ მიმართულებით, აი ეს მინდა ვიტყოდ, ფერაშტაბჭირება დაგჩათ თან დღევანდელი შეხვედრით და რა აინტერესებს მას. გარკვეული საუბრები იქნება, როგორც უკვე გითხარით, დღეს სერიოზულ დონეზე საუბრებიც კი არ არის, მაგრამ როგორც ლუკაშენკოსთან არის, ასეთი ტიპის საუბრები შეიძლება იყოს ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ იმასაც ვიტყვი ამ რუსების უტიფარი ტყუილების პროპაგანდით, რომ აი დასავლეთს ომი უნდა, კარგად გვაჩვენა როგორ დაამყარა მშვიდობა დასავლეთმა ტრამპმა საშვილიშვილოდ გადაკიდებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არათუ მშვიდობა დაამყარა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი შესთავაზა მისი მხარდაჭერით და მისი ზურგით რო იტყვიან, მიუხედავად აქეთ ირანის წინააღმდეგობისა და რუსეთის წინააღმდეგობისა, რომ ეს ორივე ქვეყანა ძალიან დიდ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, როცა ეს პროექტი ბოლომდე გაიშლება და ჩვენ კი შეგვეძლო როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა რომ ლაზიკის პორტი რო აშენებული იყო და ახლა უკვე დიდი ხნის აშენებული იქნებოდა ლაზიკის პორტი, არა მარტო პორტი, მისი მიმდებარე ქალაქიც და არა მარტო სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, მთელი დასავლეთ საქართველოს და მთლიანად საქართველოს იხეირებდა, უამრავი ადამიანი დასაკვთებოდა, უამრავი ფული კანონიერი, ის კი არა რუსების ფული რო შემოაგვდა, ირანელების ფული რო შემოაგვდა, აქ რეცხავენ ერჯიხურში რო 700 მილიონს ატრიალებენ და გამოუშვეს ის ადამიანი. ხო, რატო? იმიტომ რომ თვითონ არიან ჩართულები და ამ კოლ-ცენტრები და ამ ამაძაღლობით კი არ იქნებოდა ფული შემოსული და გამდიდრებული ხალხი. საქართველოსდან ხალხი კი არ გაიქცეოდა იმაზე სამჯერ მეტი ვიდრე შაჰაბასმა, რომლის შაჰაბასობას გვაზეიმებენ აქ 400,000 რო წაასხა ძალით საქართველოს, ხო? მილიონი გაიქცა ამათ ხელში, კი არ გაიქცეოდნენ საქართველოში ჩამოვიდოდნენ. რაც იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმა, რომ სწორედ ასეთი პროექტებით შეიძენდა საქართველოს კიდევ უფრო მეტ წონას, კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ჩვენი მეგობრებისათვის, გეოპოლიტიკურად უფრო მეტი ეს ჩვენი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანა თავის შესაძლებლობებს პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გამოიყენებდა, როგორც ეკონომიკურ ისე ტურისტულ და ასე შემოკლა ივანიშვილმა და ეს ძალიან ღიად ნათქვამი გაფრთხილება მან ზუსტად იმ შედეგით დაასრულა, როგორც გაუხარდებოდა რუსეთს და კრემლის ინტერესი იყო, რომ აქ არ იყოს დიდი პორტი და საქართველოს
არ იყოს ფაქტი ხო სახეზეა ხო რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ხო ეს სპორტი შენდებოდა დაიწყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და გააჩერა ივანიშვილმა და დღემდე ახლა მიიყვანეს იქა და კიდე რაღაცა გეგმებზე ელაპარაკებოდნენ წარმოგიდგენთ აი მაგაშია საქმე აი როგორც სხვათა შორის ის რკინიგზა არის საქართველოზე გამოვალი თურქეთზე პრაქტიკულად გაჩერებული აი ზუსტად აი რა ფუნქციას ოღონდ ჩვენ არ გვინდოდა რომ მარტო კორიდორი ყოფილიყო საქართველოს ეს აღნიშნა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა არამედ ყოფილიყო ჰაბი რომ აქ რო შემოვიდოდა ტვირთები აქ ამ ტვირთების გადამუშავების მომსახურების ფინანსური ტექნიკური სხვა პროდუქციის შექმნის ჰაბი ყოფილიყო საქართველოს ივანიშვილმა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე ეს არის რუსების გავლენის სფერო ეს არის ივანიშვილის სიტყვები ეს არის პუტინის სიტყვები ამაშია საქმე რუსეთი ამ ადგილს აღიქვამს საერთოდ სამხრეთ კავკასიას აღიქვამს საკუთარი გავლენის სფერო და მიუნხენში ნაქვამი პუტინის პოლიტიკა ძალიან ღიად იყო გაცხადებული რომ ის პრეტენზიას აცხადებს საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე უბრალოდ აგერ ხელიდან გამოეცალა სამხრეთ კავკასია თვალსა და ხელში ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უშუალოდ მეზობლებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში აქ ჩამოსული ხელახალი ინტერესით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რომელიც ანაკლიაში ჩავიდა რომელიც შეხვდა ოპოზიციას აი თქვენი აქცენტი რა იყო შეხვედრაზე და რა შეატყვეთ მას რა ინტერესებს თქვენგან რისი გაგება ჩვენ არაფერი ახალი არ გვითქვამს საქართველოს საზოგადოებამ არ იცის და რასაც ტელევიზიით არ ვლაპარაკობთ რომ ჩვენი მიზანია რომ ეს მოღალატური კრიმინალური ბანდა მოვიცილოთ მშვიდობიანად ხელისუფლებიდან და დავიწყოს უსტრაფესი ტემპით ის რეფორმები პირველ ყოვლისა სასამართლო სისტემის და სხვა რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და რა თქმა უნდა აი რომელ პროექტებზეც ვისაუბრეთ ანაკლის ლაზიკის პროექტი ეს რკინიგზა თურქეთთან შემაერთებელი და უამრავი სხვა პროექტების სწრაფად განვითარება და დროზე აშენება მაგალითად მართლა უილოცავ და უბრალოდ თეთრი შურით უყურებ სომხეთს რომ NVIDIA სომხეთში იმას რა კოლ-ცენტრების ფულის მოვზიდვა კი არ ხდება იქა ხო 500 მილიონს და მეცდებს პირველ ეტაპზე რომ ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური რაც კი არის ხო დღეს ჩიპების წარმოება ხო აი ამაში ჩადოს ფული წარმოიდგინეთ ხო ამიტომ კიდევ ერთხელ აი ეს არის ჩვენი გზავნილი რომ საქართველოში იქნება დემოკრატია საქართველოში იქნება სტაბილურობა მშვიდობა და საქართველოს ისე განვითარდება ჩვენი მეგობრების ხარდაჭერით და იმ დასავლური სუფთა ინვესტიციებით არა რუსული შავი ფულით არა ირანული შავი ფულით რომელიც აწყობს საქართველოს და ეს აწყობს დასავლეთსაც აი ხშირად კითხულობენ ხოლმე რომ აი რატო გვეხმარებიან ისინი რატო უნდა საქართველოს კარგი ერთიანობა მთლიანობა რატო უნდა დასავლეთს ამერიკას რატო უნდა იმიტომ რომ აწყობთ და ამიტომ გვაწყობს ჩვენს იმათთან ურთიერთობა ამიტომ გვაწყობს ჩვენ ნატოში ყოფნა და გვაწყობს ევროკავშირში ყოფნა რომ იმათ აწყობთ ჩვენი კარგად ყოფნა აი ორჯერ 2-4 აი მარტივი ენით რო ვთქვათ ადამიანისთვის გასაგები ენით რო ვთქვათ ამიტომ არის რომ ჩვენ ტანკით კი არ გვაიძულებენ რომ მასთან ერთად ვიყოთ და ვიმეგობროთ ბჭყალებში ხო არამედ მათ ინტერესს ხედავთ ამაში და ეს არის ამერიკის ინტერესი რომ საქართველოს კონდეს მათ შორის ახან ამ პორტზე ვლაპარაკობთ ლაზიკის ანაკლის სპორტი ღმერთწყლოვანი რომ რუსეთის გვერდის ავლით განვითარდეს აღმოსავლეთ დასავლეთ ჩინეთსა და ევროპას შორის და ზოგადად დასავლეთ შორის შემაერთებელი გზაა რომ აქ რა თქმა უნდა ვაჭრობა განვითარდება წავა დიდი ტემპით კიდევ უფრო მეტი ტემპით და იყოს თქვათ ის ტრამპის პროექტის და იყოს ეს გზაც საქართველოზე გამომავალიც ალტერნატივაც რომ რაღაცა მოხდეს თქვათ იქ რაღაცა ავარია მოხდა თქვათ ხო აქ არ გაჩერდეს ანუ არ იყოს დახურული ეს სივრცე და რუსეთზე აღარ იყოს იძულებული აღარასდროს დასავლეთი ევროპა ამერიკა კვლავ გადაამისამართოს ტვირთები გამიგეთ ამიტომ საქართველოს მნიშვნელობა მიუხედავად აი ამ ტრიპისა რო ქვია ტრიპი ქვია ხო იმ ტრამპის გზის პროექტს ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას მაგრამ უყურეთ აი ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ამის პერსპექტივები არ აქვს მომსპარი გვაქვს და საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაიძლება ქართველებისგან და კიდევ უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსულ შავფურზე ირანულ შავფურზე და ჩინეთის კომპარტიაზე და ჩვენ ვიქნებით მაჩანჩალა ქვეყანა და არ გვინდა ის ელენო ხოშტარია თავის 4 შვილზე რო ფიქრობდა იმას რომ არ იყოს საქართველოს მაჩანჩალა ქვეყანა ჩვენ ვიყოთ ღირსეული
ერის მიერ შექმნილი ღირსეული თანამედროვე დემოკრატიული ქართული მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, სადაც მართლა ადამიანი ღირსეულად ცხოვრობს. აი ეს 4 შვილის თემა ელენე ხა საპრობილეშია და წარმომიდგენია, როგორი რთული მოსასმენია ამ თემით სპეკულირება ქართული ოცნების მხრიდან. მან ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი ქართულ ოცნებას, როცა თქვა რომ ერთხელ და საბოლოოდ ახსენებს ამ თემას და არ სურს ამაზე აქცენტირება და რომ ის 4 შვილს არაფერი აქვს საწყალობელი ქართული ოცნების მხრიდან და ისინი ამას არ ცელიან. უბრალოდ იმდენად მოხვდა ქართულ ოცნებას მართლაც ეს ყველას ესმის, რომ ელენე ხოშტარია უსამართლოძის ციხეში, მათ შორის ესმით მათ ამ ურჩევლებსაც თუ ასეთი დარჩათ და შესაბამისად ეს თემა ცდილობენ ახლა რომ ხშირად ხსენებით რაღაცნაირად ვითომ საწინააღმდეგო კამპანია დააშენონ ამაზე. ფაქტი ერთია, ელენე ხოშტარია ზის ციხეში აბსოლუტურად უსამართლოდ, ქართული ოცნების კაცები კი რიგში არიან ყოველდღიურად ვინ აჯობებს წინადღით გაკეთებულ მართლაც უტიფარ განცხადებებს ელენეს შვილებთან და ოჯახთან დაკავშირებით. სინამდვილეში იციან რომ ეს არ არის პერსონალური მოტივი, აქ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიასი, რომ ის არ ემორჩილება ამ რეჟიმს, არ აღიარებს მათ და არ მოუდრეკს მათ მუხლს, მიუხედავად იმისა, რამდენი წლითაც უნდა ჩასვან ციხეში და ეს რეალობა ქართული ოცნების ამ განცხადებების ფონზე არ იცვლება. აქვე უნდა ვიკითხოთ, ესე იგი, სულ ბოლოსკენ მივდივართ ბატონო გიორგი და ბოლო კითხვაა ეს ჩემი. თქვენ კონკრეტულად როგორ ელით პროცესის გადატვირთვას, გონიათ რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ შეურიგებლობა არალეგიტიმურობის საკითხის გააქტუალურება კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო და შიდა ფაქტორების წინააღმდეგობაში დარჩენა მიიყვანს ივანიშვილს დათმობის აუცილებლობამდე. აი ეს პროცესი ცვლილების როგორ წარმოგიდგენიათ? კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივდივართ და ეს პროცესი კი ყოველი დღე მტკივნეულია ჩვენთვის, როდესაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანას ამ მოღალატური ბანდის ხელში, ყოველ დღე ადამიანები საქართველოსდან ქართველები გარბიან და საქართველოს სისხლისგან, ქართველებისგან იცლება და უამრავი შესაძლებლობა ეკარგება ამ მთელი ამ წლების განმავლობაში და ყოველ დღე ასე არის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ერთის მხრივ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა და სულ უფრო და უფრო მეტი ყოველდღიურად აცნობიერებს, რომ ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე საქართველოს ვერ იქნება ვერც მართლმშვიდობიანი, ვერც გამთლიანებული და ვერც აყვავებული და ვერც ცივილიზებული და დემოკრატიული. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ ქართველი ხალხის ბრძოლა და პრინციპული ბრძოლა არის არ არის, რომ ახლა აი დღეს არ გამოგვივიდა, გუშინ არ გამოვიდა და ამიტომ ამ გზას მივანებოთ თავი და მოდი ახლა ამ რეჟიმს დაუწვეთ. ასე არ არის, ხო? ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყველაფერს ჭირდება თავისი დრო და შესაბამისად პრინციპულობას, თანმიმდევრულობას და ბოლომდე ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი და მეორე ხედავ ჩვენ სწორედ ეს გითხარით, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროკავშირის მხრიდან და ცივილიზებული სამყაროდან ზეწოლა ამ რეჟიმზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. აგერ დღეს კიდევ რეიტინგი გამოქვეყნდა, რომ ჩვენ რაღაცა რეპრესიულ სახელმწიფოთა რიგში გავედით შესაბამისად. ასეთ სახელმწიფოსთან ენის მოჩლექით არავინ არ დაილაპარაკებს და იმას თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება უკრაინის ფრონტზე, რა ხდება ზოგადად ბოროტებასა და სიკეთეს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში, ხშირად სამწუხაროდ სისხლიან დაპირისპირებაში, აქ სიკეთე გაიმარჯვებს, ბოროტება აუცილებლად დამარცხდება, რუსეთი დამარცხდება, აეთოლების ირანი დამარცხდება და ირანელი ხალხი გაიმარჯვებს. მათ შორის ამერიკისა და ისრაელის მხარდაჭერი და არა მარტო ამერიკისა და ისრაელის მხარდაჭერიც, ყურის ქვეყნების, ისლამური ქვეყნების უდიდესი ნაწილი, არაბული ქვეყნების, სწორედ ირანელ ხალხს უჭერენ, ხალხს, რომ გათავისუფლდნენ ამ აეთოლების რეჟიმისგან. აი ამ მთლიანად ამ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, გარდაუვალია ივანიშვილის რეჟიმი არის ლპობადი, ისევე როგორც პუტინის რეჟიმი, მისი პატრონის რეჟიმი და აუცილებლად ისინი დამარცხდებიან და მოუწევთ მათ მილიარდების, მოპარული მილიარდების, ხალხისგან მოპარული მილიარდების ქვეყნის ბიუჯეტში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ჩვენ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, ნორმალური პროკურატურა და ჩვენ სწორედ ალიანსი, აი 9 პარტიის გაერთიანება, ძირითადი პარტიების გაერთიანება, ოპოზიციური პარტიების, სწორედ ამას თავაზობთ ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ამას თავაზობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ამას პირდებით ჩვენ ხალხს, რომ ჩვენ დროს იქნება სამართლიანი სასამართლო და იქნება ისეთი სახელმწიფო, ისეთი საქართველო, როგორზედაც მართლა ჩვენ ვიმსახურებთ ჩვენ მრავალ ათასწლიანი ისტორიის მქონე ამაყი ქართველი ერი.